ნუ შეაწუხებთ სულსა წმინდა საღვთისასა, რომელთაც იგი აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა. გამოხსნის დღე, როცა ჩვენ მოვინათლეთ სული წმინდა ღმერთით, მადლი მივიღეთ მირონცხების დროს, არის ჩვენში და აი როცა საუბრობს მოყვას გულს ნუ ატკენს სიტყვით, აი მერე გვეუბნება, რომ ნუ შეაწუხებ სული წმინდას. მე ადრეს გითხარით, როგორც გამოცხადება ისე მიიღეთ მეთქი გითხარით. არაფერი ისე არ ტკივა თითქოს უფალს, როგორცა ჩვენ მოყვასთან, ჩვენ ძმასთან, ჩვენ დასთან, გესმით, გვაქვს ცუდი ურთიერთობა. ძალიან ვტკეთ. ხო? და აი ამიტომ მე გითხარით ქრისტეს ვტკეთ. რა თქმა უნდა ქრისტეს ტკივა ყველა ღმერთს ვტკენთ და მე მაშინ შედობას კი ვითხოვე როგორ უნდა ეტკინოს უვნებო ქრისტეს დღეს, მაგრამ აი პავლე მოციქული ამბობს, სული წმინდა წუხდება, ანუ აი ადამიანურად არის ნათქვამი, რა თქმა უნდა ეს, იმიტომ რომ ღმერთი უვნებოა და არაფერი არ აწუხებს, ვერ შეაწუხებ, ვერ ატკენ, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანურად რაღაცა ხდება საიდუმლოება, რაღაცა საკრალური, როცა ჩვენ ვაწუხებთ, მოკლედ ესე ვთქვათ, ღმერთს, ასე ამბობს პავლე მოციქული. როცა ერთმანეთს უდად ვექცევით.